ჰაგანუზ, ანუ ის დაფარული სინათლე, რომელიც არსებობს ჩვენზე. სწორედ აი ამ ორ ჰაგანუზე, ამ დაფარულ სინათლეზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ. და მოდით ცოტა მაინც დაუბრუნდეთ ხანუქის ისტორიას, ყველასათვის ცნობილ ამბებს, რათა მივხვდეთ რა არის ორ ჰაგანუზ. $250,000 ბერძენი გაწვრთნილი მეომრის წინააღმდეგ გამოვიდა 13 მაკაბელი, თორის შემსწავლელი, ჩვეულებრივი ებრაელი, რომლებიც არ იყვნენ მეომრები. და როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, ყოველ დღე ხანუქის დღეებში გამჩენმა ბევრნი გადასცა ცოტანის ხელში, გმირები გადასცა სუსტების ხელში, ბოროტები თორის შემსწავლელთა ხელში და ასე შემდეგ. რა შეიძლება რომ გააკეთოს 13 ადამიანმა 250,000 მეომრის წინააღმდეგ? ეს 13 მაკაბელი მოგვეხსენება, რომ არ იყვნენ არც რემბო, არც ბრუსლები და არც შვარცნეგერები, ხომ? ეს იყვნენ 13 ებრაელი, რომლებიც თორას სწავლობდნენ და არანაირი გაწვრთნა, როგორც მებრძოლებისა, მათ არ ჰქონდათ. კარგად რომ გადავხედოთ ებრაელების ისტორიას, შეგვიძლია ვნახოთ მსგავსი რამეები, თუნდაც იმ გაგებით, რომ ებრაელები ნამდვილად იყვნენ გმირები, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლას და ომს არ სწავლობდნენ. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ შიმონმა და ლევიმ, ორმა ძმამ, ასე ვთქვათ, ორმა ახალგაზრდამ 24,000 მაცხოვრებელი გაწყვიტა ამოხოცა შხემში, ხომ? ან თუნდაც ის, რომ დავიდ ამელეხი მარტო გამოვიდა გოლიათის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანუ ფაქტიურად ხანუქაში მომხდარი სასწაულის დროსაც დიდი ისეთი არაფერი საოცრება არ იყო ამ რიცხვებს შორის სხვაობაში 250,000 ადამიანის წინააღმდეგ 13 ადამიანის გამოსვლაში. ანუ საუბარი არ იყო ფიზიკურ სიძლიერეზე ან სასწაულებზე, არამედ იმ სასწაულზე, რომელიც გამჩენმა მოახდინა ზეთზე. საუბარი იყო მესირუთ ნეფეშზე. ამიტომ არის, რომ ხაზალი ხანუქას უწოდებს ხაგ მესირუთ ნეფეშ. ასე ვთქვათ, თავის დადებას, ქართული გამოთქმით რო ვთქვათ, ქართულში არის ეგეთი გამოთქმა, თავი დადო ან თავი შესწირაო, ივრითულად ეს უფრო ჟღერს, როგორც სულის შეწირვა და არა თავის. და მაგალითად მინდა მოვიყვანო გმარაში არსებული ამბავი, ყველასათვის ცნობილი, როდესაც რაბი ხანანია ბენ დოსა მივიდა სახლში, დახვდა სახლში ნამტირალევი ქალიშვილი და როცა ამის მიზეზი იკითხა, უთხრა ქალიშვილმა, რომ შაბათის შემობრძანდება უკვე და თურმე სახლში ზეთი არ გქონია, რომ შაბათის სანთელი დავანთო? და რა უთხრა მამამ? რა გატირებს შვილო, ვინც უბრძანა ზეთს რომ დაინთოს, ის უბრძანებს ძმარსაც რომ დაინთოსო, ხომ? ანუ ძმარი
იყო ქილაში და ეგონა რომ ზეთი იყო და ის ჩაასხეს დასანთობად და აღმოჩნდა რომ ძმარია და სწორედ ესეც მოხდა ფაქტიურად დაინთო ის ჩასხმული ძმარი ზეთის სამაგიეროდ, ხო? რომ შევადაროთ ფაქტიურად გამოდის რომ ეს უფრო მეტი სასწაული იყო ძმარით დაინთო სანთელი შაბათის, ვიდრე ხანუქაზე მომხდარი სასწაული, რომ ქილაში არსებული ზეთი დაინთო. უბრალოდ იქ იყო სასწაული იმისა, რომ იმის მაგივრად რომ ენთოს 24 საათი, კიდევ დამატებით ენთო 7 დღე. მაგრამ ჩვენ მაინც ვზეიმობთ ხანუქის სასწაულს, ხანუქაში დატრიალებულ სასწაულს ზეთზე. და იმისათვის რომ გავიგოთ რატომ უნდა გავაკეთოთ პატარა შედარებები და მოვიყვანოთ მაგალითები, რასაც ჩვენი ბრძენები გვასწავლიან. ცამეტი ებრაელის გამოსვლა 250,000 მებრძოლი მეომრის წინააღმდეგ იყო ძალიან დიდი სასწაული, მაგრამ გამჩენმა, ასე ვთქვათ, გვერდზე გადადო ეს დიდი სასწაული, ანუ მეორე ხარისხოვნად ჩათვალა და წინ წამოსწია ის სასწაული, ის პატარა სასწაული, რომელიც ზეთზე მოხდა. ანუ ზეთი დაინთო ერთი დღის მაგივრად 8 ენთო კიდევ 7 დამატებითი დღე, სულ 8 დღე. აქ ადგილი ქონდა მესირუთ ნეფერს, ანუ თავგანწირვას, ასე ვთქვათ, აი ამ 13 მაკაბელის მიმართ, ამიტომაც მოახდინა გამჩენმა მათთვის ეს სასწაული. და მოდით ეს ყველაფერი დავაკავშიროთ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთანაც. ამბობს ბაალ შემტობი, რომ ადამიანი მუდამ რაიმეს ითხოვს გამჩენისგან, ზოგი ჯანმრთელობას, ზოგი ბედნიერებას, ზოგი ზივუქს, ზოგი სამსახურს და ასე შემდეგ, ყველას თავისი სურვილები და თხოვნები გააჩნია. ბაალ შემტობი გვეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ შემქმნელმა გვიბოძა სიცოცხლე, უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მადლობა მოუხადოთ მას და ჩვენ არაფერი მეტი არ უნდა ვითხოვოთ აკადოშ ბარუხოსგან, მაგრამ ადამიანის ბუნებაში ჩადებულია სურვილები გაუთავებელი, ამიტომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვითხოვთ და ვითხოვთ გაუთავებლად. აკადოშ ბარუხუ ისმენს თითოეული ჩვენგანის ლოცვას და თხოვნებს, რა თქმა უნდა, და სურს, რომ შეგვისრულოს ნამდვილად ეს თხოვნები, ეს ლოცვები, მაგრამ სანამ შეგვისრულებდეს, თითოეულ ჩვენგანს ეძლევა, ასე ვთქვათ, ნისაიონ, ანუ გამოცდა. თუ ეს გამოცდა, ეს ნისაიონი გადავლახეთ, ეს სურვილი, რაც ვითხოვეთ, ეს ლოცვა, რაც ვილოცეთ გამჩენის წინაშე, გვისრულდება. მაგალითისათვის, დაუშვათ ადამიანმა ითხოვა გამჩენისაგან რაიმე კარგი სამსახური, რაღაც კარგი შემოსავლიანი სამსახური, ილოცა გამჩენის წინაშე და გადაწყვიტეს ზეცაში, რომ ნამდვილად მისცენ ეს სამსახური, მაგრამ გამოცდათ მას ეგზავნება დაუშვათ რომ გადალახოს თავისი თვისება, რასაც ქვია სიბრაზე, დაუშვათ ეს ადამიანი ბრაზიანია, ხო? მას გამოუგზავნიან აუცილებლად ისეთ სიტუაციას ცხოვრებაში, რომ ვინმეს რომ გააბრაზოს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, სულ უცხო ადამიანი ქუჩაში. თუ ის გაბრაზდა, ანუ თავი არ შეიკავა, ან გამოდის, რომ ნისაიონი ვერ გაიარა, ვერ გადალახა ეს გამოცდა,
და მისი ლოცვა მიღებული არ იქნება. და ასე შებრუნებულად თუ გადალახავს ამ გამოცდას, რა თქმა უნდა, რომ მისი სურვილი შესრულებული იქნება. ასე მაგალითად, ბევრი მაგალითი შეგვიძლია ხო მოვიყვანოთ, დაუშვათ ვინმე ითხოვს ზივუგს ან სხვა რაღაცას და მისი გამოსწორება, მისი ნისაიონი არის იმაში, რომ სხვაზე ცუდი არ ილაპარაკოს, ლაშონ არა არ ილაპარაკოს, გამოუგზავნიან მას პირველ რიგში ნისაიონს, თუ ის ილაპარაკებს სხვაზე ლაშონ არას, ილაპარაკებს ცუდს, გალანძღავს და ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა სხვაზე ცუდის ლაპარაკი, შეიძლება ეს სიმართლე ილაპარაკოს სხვაზე, მაგრამ თუ ეს ილაპარაკა, ანუ ლაშონარა თქვა, გამოდის რომ ნისაიონი მან ვერ გაიარა და მისი სურვილი შესრულებული არ იქნება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანი მუდმივ ბრძოლაში იმყოფება საკუთარ შინაგან ბუნებასთან, საკუთარი ზნის, საკუთარი ხასიათის გამოსწორებასთან და სწორედ ეს არის ნამდვილი ომი. ომი, ბრძოლა, ეს არ არის ის ომი, რასაც ჩვენ ვართ შეჩვეული, რომ გავიგოთ. ჩვენ ხანუქაში ხანუქის ყოველ დღე, როდესაც სანთლებს ვანთობთ, ვახსენებთ წინადადებას. ვიტყვი ახლა წავიკითხავ მე ამ წინადადებას ივრითულადაც. ანუ ჩვენ ვუხდით გამჩენს მადლობას იმისათვის, რომ სასწაულები მოგვიხდინა. ესეთი წინადადება გვაქვს. ჰანეროთ ჰალალუ ანუ მადლიკიმ ალჰანისიმ ვე ალჰანიფლაოთ ვე ალჰათეშუოთ ვე ალჰამილხამოთ შეასიტა ლეავოტენუ ბაიამიმ ჰაჰემ ბაზმანაზე ალიადეი ქოანეხა ჰაკდოშიმ. ბატონ ისაკ კრიხელს აქვს მშვენივრად გადათარგმნილი ქართულ ენაზე. მე წავიკითხავ ახლა ამ თარგმანს, რომელიც მან მოგვაწოდა. ამ სანთლებს ჩვენ ვანთობთ იმ სასწაულებისათვის, იმ ხსნისათვის, იმ გმირობისათვის, იმ ომისათვის, შველისათვის და საოცრებებისათვის, იმ ნუგეშისათვის, რომელიც შენ აღუსრულე ჩვენს მამებს იმ დღეებში, ამ დროს შენს წმინდა მოძღვართა, შენი წმინდა მოძღვართა ხელითო. ხომ, ეხლა ეს მინდა უბრალოდ მე ვახსენო, რომ ხშირად ხვდებით, რომ ხანუქის სანთლების ანთელის ნოსახში სიტყვა მილხამოთ არის გამოტოვილი. გასაკვირი არის, ბევრი ამ სიტყვას მილხამოთს არ ამბობს, მაგრამ ორიგინალში ის წერია და ჩვენ უნდა ვთქვათ ეს სიტყვა, ანუ მოვიხადოთ მადლობა არა იმ სასწაულებისათვის მარტო და იმ შვებისათვის, რაც გამჩენმა მოგვიხდინა, არამედ იმ ბრძოლებისათვისაც. გასაკვირია, ადამიანის ბუნებაში ეს არ არის, რომ ადამიანმა მადლობა მოიხადოს ომისათვის, რაც გამჩენმა მოგვიხდინა, ხო? უბრალოდ მაგალითი რომ მოვიყვანოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, როგორ შეიძლება, ხო, მადლობა მოვიხადოთ იმისათვის, რაც ჩვენთვის ცუდია, ან ცუდად მიგვაჩნია. აქედან უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ მადლობა უნდა მოვიხადოთ ყველაფრისთვის და არა მარტო იმისთვის, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგია ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, არა მარტო იმისთვის, რომ გვაქვს კარგი სამსახური, გვაქვს კარგი შვილები, გვაქვს სახლი, ვიშოვეთ, არ ვიცი, ვიყიდეთ რაღაცა, შევიძინეთ რაღაცა და ასე შემდეგ, არამედ მადლობა უნდა მოვიხადოთ ყველაფრისთვის, აბსოლუტურად დაუშვათ დავკარგეთ რაღაცა, გაფუჭდა რაიმე, ან იმისათვის, რომ არ გვაქვს კარგი სამსახური, იმისათვის, რომ რაკეტები შემოდის ზოგჯერ ჩვენს ტერიტორიაზე, იმისათვის, რომ ომებია. აი, ზუსტად ეს არის აი ამ წინადადებაში ნათქვამი, რომ მადლობას უხდით გამჩენს იმ ბრძოლებისთვისაც, იმ ომებისთვისაც. ხომ, ცოტა რთულია ჩვენთვის შესაგნებად, როგორ შეგვიძლია მადლობა გადავიხადოთ აი ამ ომებისთვის, მაგრამ
სწორედ აი ამაში მდგომარეობს ებრაელის რწმენა, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ მადლობა მოვიხადოთ აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რამე თუ ყველაფერი როგორც კარგი, ასევე ეს ომებიც, მოდით ასე ვთქვათ, ყველაფერი კარგია ამ ქვეყანაზე, ცუდი არ არსებობს, ცუდი შეიძლება იყოს ეს ჩვენს მსოფლმხედველობაში, ყველაფერი მოდის გამჩენისაგან და არა სხვა ვინმესაგან. ანუ ცუდი არ არსებობს და აი ამ ყველაფრისთვის ვიხდით მადლობას. და გამომდინარე აქედან, როდესაც ებრაელს სწამს, რომ ყველაფერი ხდება გამჩენისაგან და არა სხვა ადამიანებისაგან, მის გულში არსებული რწმენის პატარა ნაპერწკალი შეიძლება გადაიქცეს და აგიზგიზდეს რწმენის დიდ გოცონად, რასაც მოჰყვება მესირუთ ნეფეშ, რითიც ჩვენ დავიწყეთ საუბარი და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს, მესირუთ ნეფეშ, ანუ თავის შეწირვა და აი ამ მესირუთ ნეფეშს უკვე მოყვება ორჰაგანუზ, ანუ დაფარული სულიერი სინათლის მიღება. თუნდაც მაგალითად რომ მოვიყვანოთ ქიფურის ომში მომხდარი სასწაული, ხომ, სულ რაღაც რამდენიმე ტანკით შეებრძოლა ისრაელი გარშემომყოფ არაბულ ქვეყნებს, რამდენიმე ასეული ტანკი ყავდათ მათ და მიუხედავად ამისა მოგვიხდინა სასწაული და მოგვაგებინა ქიფურის ომი, ხომ? ფაქტიურად ადამიანი არ არის მოსული იმისათვის, რომ დაისვენოს ამ წუთისოფელზე. ეს არ არის ეს წუთისოფელი, ეს არ არის რაღაც დასასვენებელი კურორტი, ყველას თავისი დანიშნულება გააჩნია და საჭიროა, რომ აი ეს დანიშნულება ყოველმა ჩვენგანმა შეასრულოს, რათა მიეცეს ზეციდან აი ეს სულიერი სინათლე. თუნდაც რომ მოვიყვანოთ მაგალითი ჩვენი დიდი წინაპრების ცხოვრებიდან, იაკობ ავინოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იაკობ ავინუ, როცა უკვე გასცილდა იმ ყველა პრობლემებს, რაც ჰქონდა მას სიმამრისაგან, ლავანისგან, შემდეგ გამოსცდა უკვე ესავსაც, ხომ, თავის ძმას, რომელსაც უნდოდა მისი მოკლა და თავის ოჯახთან, შვილებთან ერთად დაბრუნდა იმ მიწაზე, სადაც ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილთან ერთად, წერია ბერეშითში, ვაიეშევ იაკობ, ხომ? იქ წერია, რომ ביקש יעקב להישב בשלווה, קפץ עליו רוגזו של יוסף. მოინდომა იაკობ ავინომ რომ ქონოდა სიწყნარე, მშვიდობა უკვე დაესვენა, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში და რა მოხდა? მოუვიდა, გამოცდა ცხოვრებაში ნისაიონი, ანუ სირთულე, ახალი განსაცდელი და ეს განსაცდელი იყო ის, რომ იოსეფი, მისი ვაჟიშვილი, გაიყიდა ეგვიპტეში, ხო, მიცრაიმში. იცით, ჩვენ აქედან არ უნდა გამოვიტანოთ ესეთი დასკვნა, რომ გამჩენს უნდა, რომ ჩვენ სულ მუდამ განსაცდელში ვიყოთ, შებრუნებულად, ამაში არის ძალიან დიდი საიდუმლო ჩადებული. ვიწერია ჩვენ თეილიმში, ესეთი წინადადება, კი იაკოვ ბახარ ლოია ისრაელ ლისგულატო, ეს წერია თეილიმში 135 მიზმურში, გაფლამეთ ჰეიდალედ და რომ დავაკვირდეთ, როგორ წერია, კი იაკოვ ბახარ ლოია, ანუ
იუდ და ჰეი გამჩენის 400-იანი სახელის პირველი და მეორე ასო. გვასწავლიან ჩვენი ბრძენები, რომ იაკობ ავინუ, როდესაც ის დაჯდა, ასე ვთქვათ, ოჯახთან ერთად უკვე, მან შეიგრძნო ის დიდი შეხინა, ის დიდი სიწმინდე, რაც არის გამჩენის წმინდა სახელში და პირველი და მეორე ასოს შეთავსებაში იმდენად დიდი შეხინა იყო, რომ მან მოინდომა მომდევნო ორი ასოს გაერთიანებაც პირველ მეორე ასოსთან და როცა წერია, რომ ბიკეშ იაკობ ლეიშევ ბეშალვა, შალვა როგორ იწერება ევრითულად, შინ ლამედ და ვავ ჰეი, ანუ შელ ვავ ვეჰეი, ანუ მოინდომა ვავ ვეჰეის, ანუ გამჩენის წმინდა სახელის მესამე და მეოთხე ასოს გაერთიანება პირველთან და მეორესთან. მოინდომა ის დიდი შეხინის მიღება, რომელიც ჰაკადოშ ბარუხუს სახელიდან გამომდინარეობს და ეს ასეთი ადვილი არ არის ამ დიდი შეხინის სინათლის ქვეშ ყოფნა, ამ დიდი სულიერი სინათლის ქვეშ ყოფნა, ამიტომ მას მიეცა გამოცდა ნისაიონ და როგორც წერია, კაფაც ალავ როგზო შელ იოსებ. მიეცა, ასე ვთქვათ, განსაცდელი, იოსეფი გაიყიდა მიცრაიმში. ასეა დღემდე ყოველი ებრაელის პირად ცხოვრებაში. როდესაც ებრაელი ბრუნდება ჩუვაზე, უახლოვდება გამჩენს, მას ეძლევა ნისაიონები. უცბად ის ხედავს, რომ რაღაც სირთულეები ექმნება ცხოვრებაში, ისეთი სირთულეები, რომლებსაც ადგილი არ ქონია მის ცხოვრებაში აქამდე. ასეთ შემთხვევაში ებრაელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის სწორედ ეს ნისაიონები, რომელიც მას ეძლევა მხოლოდ იმისათვის, რომ გადალახოს, რათა შემდეგ მას მიეცეს უფრო მაღალი სულიერი საფეხური. თავალია ლოლეიდია ეშ, ანუ არ მიეცეს სასოწარკვეთილებას და გადალახოს ესა თუ ის ნისაიონი. ეს ნისაიონები ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს ძალიან ძნელად, მაგრამ სინამდვილეში ეს იყოს ძალიან ადვილი და უბრალო შესასრულებელი. მთავარია, რომ როდესაც ადამიანს ეძლევა ნისაიონი, არ დაიწუწუნოს არავითარ შემთხვევაში, არამედ მადლობა გადაუხადოს გამჩენს აი ამ ნისაიონებისთვისაც, აი ამ გამოცდებისთვისაც, რომელიც მას ეძლევა. ხომ, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას თავიდან, რაზეც ვთქვით, რომ საჭიროა ნისაიონის გადალახვა, გამოცდის გადალახვა, რათა მოხდეს ორგანოზის, ანუ დაფარული სულიერი სინათლის მიღება. კიდევ სურს აღვნიშნო ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ნისაიონებთან და მიცვების შესრულებასთან. იცით, ბევრს გონია, რომ მიცვებს რომ ასრულებს, ამითი ასე ვთქვათ, თავი ქუდში აქვს. და ეს მთლად ასე არ არის. ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ როდესაც ადამიანი მიცვებს ასრულებს და ამ თავის გაკეთებულ მიცვებს საქვეყნოთ, ამზეურებს, ასე ვთქვათ, აქვეყნებს ყველასათვის, მეფარსემლე კულამ, ის მიღებული ზეცაში არ არის. ეს მიცვები არის ესეთი ივრითულად ესე გამოითქმება ეს წინადადება, ჰაკადოშ ბარუხუ ლოლოკიახ მიცვოთ შე პირსამტა. რას ნიშნავს ეს? დაუშვათ, ადამიანი კითხულობს, არ ვიცი, თორის რაიმე ნაწილს, კითხულობს თეილიმებს, იძლევა, გასცემს მაასერს, ან გასცემს ცედაკას, ვიღაცას დახმარებას უწევს,
ხომ მადლობა გამჩენს ძალიან ბევრი მიცვები გვაქვს ჩვენ ებრაელებს შესასრულებელი არ აქვს მნიშვნელობა რა მიცვას ვასრულებთ არ არის საჭირო აი ამ გაკეთებული მიცვის ასე ვთქვათ გამომზეურება და ხმამაღლა ყველასთან თქმა მე ეს გავაკეთე მე ეს წავიკითხე მე ამას ეს მივეცი ეს გაუკეთე ამით ადამიანი პირველ რიგში ამჟღავნებს იმას, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ექმნება და რაღაც თავის განდიდების მანია გააჩნია თითქოს და უნდა რომ აჩვენოს ყველას რომ ის სხვაზე უკეთესია, რომ აი მე წავიკითხე და შენ არა, აი მე ვიცი და შენ არა, მე გავაკეთე და შენ არ გაგიკეთებია, ანუ თავის თავს ამაღლებს სხვებთან შედარებით და რაბი ხაიმ ვიტალი წერს წიგნში შარე კდუშა რომ ასეთი ადამიანის გაკეთებული მიცვები რჩება ამ სამყაროში და არ ადის ზეცაში და ასეთი ადამიანი პირდაპირ გეენომში შედის. არ ეგონოს აი ესეთ ადამიანს, რომელიც აი ესე აკეთებს მიცვებს და აქვეყნებს საკუთარი თავის განდიდების მიზნით, მარჯვნივ და მარცხნივ, რომ მან რამე გააკეთა, მისი მიცვები, როგორც ვთქვით, როგორც ჩვენი ხაზარი გვასწავლის, არანაირად არ ადის ზეცაში და თვით ადამიანი ასეთი შემსრულებელი, ასე ბრჭყალებში ვთქვათ, მიცვების ასეთი შემსრულებელი პირდაპირ გეენომში მიდის და არა სამოთხეში, არა განედენში. ამიტომ, როდესაც რამეს ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ ჩვენსა და გამჩენს შორის და არა იმისათვის, რომ სხვებს დავანახოთ, რომ ჩვენ რამე გავაკეთეთ. რაშბა ამბობს, რომ ამაში არ არის მხოლოდ განსაზღვრული ზიკუირაბი, ანუ ზიკუირაბი რასაც ქვია, ეს ზიკუირაბი მის წესებს არ ეხება. დანარჩენი ნებისმიერ შემთხვევაში ეხება. საჭიროა რომ შევასრულოთ მიცვები მთელი სულით და გულით ჩვენსა და გამჩენს შორის, გამჩენმა მოგცეს ყველას იმდენი ძალა და საშუალება, რომ შევასრულოთ რაც შეიძლება მეტი მიცვა და იყოს ჩუმად შესრულებული, არ არის საჭირო რომ ჩვენ ეს გავახმაუროთ, მოდით ასე ვთქვათ, ლამაზად რომ გამოვთქვათ, რათა დავიმსახუროთ აი ეს ხანუქაზე, ხანუქის დღეებში ჩვენთვის განკუთვნილი ორგანოზ დაფარული სინათლის ამოფრქვევა და გადმოფრქვევა ჩვენზე და სულიერი ამაღლება. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის, თქვენთან ვიყავი სარა ლალი. კარგად ბრძანდებოდეთ და გვამადლიანოს გამჩენვა ჩვენს დღეებში, მას შეახის მობრძანებას. კოლტურ